მე სასმელის მოტანა დამავიწყოთ. ეპიზოდი 12, ანუ მე-13 ეპიზოდი. Surprise. Old fashioned song. Is it old fashioned? No, ფეიხოია საუველი. ხო, საუველი. ვისკი საუველი. ფეიხოია. შორის fun fact. ფეიხოა იყო ვიღაც guy, ან პორტუგალიელი ექსპლორერი, რომელმაც ან ფეიხოა აღმოაჩინა ბრაზილიაში თუ რაღაცა და that's why it's called. ავი გორთა ჩვენი შემდეგი ეპიზოდი. ხო, არ დავავიწყო. თაიში დაადეთ ფეიხოა უეჭვები რა. ძაკაი იყო. გიო. ხო, სანამ დავიწყო, მოიცა. ამ დავიწყოთ. არ დავიწყეთ, რა არ დავიწყეთ თუ ხალხს. მოახსენე. არა, ეუჩნე და subscribe-ოთ. ის არ subscribe-ოთ. იმიტომ რომ 600 რაღაც subscriber-ი ყავს და 1000 რო გახდება, წარმოგდგენ სურპრიზ შემოთავაზებთ. მეორე რიგში Discord-ის ლინკი არის აქ. description-ში და დაემატოთ რა, იმიტომ რომ რაღაც მაგარი კონტენტია და რაღაც. ეხლა შეგიძლიათ გაგზავნოთ. Peace. ესე იგი. გიო უნდა მოგვიყვეს high level-ზე light dash-ი კომპანია რა შვება, რა პროდუქტს აკეთებს და ვისთვის შეიძლება საინტერესო იყოს და რა use case-ებისთვის რა. ანუ რაღაც პოდკასტამდე დავიწყეთ რაღაც თემას და მე ვთქვით რომ ვარემ აქ თქვათ რა. light dash-ი, ანუ მე სადაც მუშაობ, არის რეალურად business intelligence tool-ი რა. რაც არავის არ გეტყვით თუ რაღაც enterprise შარ მუშაობთ, მithumetes უმრავლესობა ახლა ვინც უსმენს დეველოპერია. მაგრამ ეს არის tool-ი, რომელიც შეიძლება შენს data-ზე აგო რაღაც dashboard-ები, chart-ები და ნახო რაღაც მეტრიკები და ძირითადად ეს საინტერესებს არიან ან C-level executive-ები, ანუ მაგათთვის აწყობ რაღაც dashboard-ებს, რომ ნახონ თქვათ რაღაც sale-ები რამდენი იყო წინა თვეში, ან წინა წელს like month by month რას დაიყო და ასე შემდეგ. ეგეთ dashboard-ები აყო, რომ stakeholder value გაზარდო ამ dashboard-ებით. და ნუ შეიძლება იყვნენ ანალისტები ასევე, რომელსაც უფრო შედარებით low level chart-ები და data და ეგეთი ისინი აყონ ანალისტებმა, რომ მოახდინონ ანალიზი ამ ბიზნეს პროცესებზე და მე ისე რაღაც დასკვნები გამოიტანონ. ნუ ეს არის აბსტრაქტულად. მაგრამ ახლა ან რო გინდოდეს მაგალითად გაქვს შენი რაღაც B2B ბიზნესი და შენ თვითონ ხარ founder-იც, developer-იც და თქვათ executive-იც და ყველაფერი რა და გაინტერესებს რაღაც მეტრიკები ამაზე მაგალითად შენი sales-ი, ანუ business intelligence მაგითო ქვია რომ ამ რაღაც intelligence მოიპოვებ შენს ბიზნესზე რომ უფრო კარგად ეკვლევდე რა ხდება რა. და პირველ რიგში შეგიძლიათ YouTube-ზე დაგუგლოთ modern data stack ქვია რაღაც თოქი არის light dash-ის და მან ძალიან კარგად არის ახსნა, მაგრამ ახლა მეც ვცდები რომ ახსნა რა. პირველ რიგში ყველაფერი იქიდან იწყება რომ შენს კოდში, ანუ შენს software-ში მაგალითად ან შეიძლება სულ სხვა რამე იყოს, მომენტ source-ი რა, data-ში რა, თუნდაც შეიძლება Airtable-ში τρეკავდი რაღაც ან Google Sheet-ში, მაგრამ რაღაც გზა უნდა იყოს, საიდანაც შენ აგზავნი raw event-ებს, რომელიც აღირიცხება რაღაც database-ში რა. მაგალითად, ყოველ ჯერზე რამდენჯერაც შეკვეთა გაფორმდება, ან მერე თუნდაც შეიცვლება შეკვეთის ის, ან თუნდაც შენი კოდში გინდა თქვა რაღაცების დათრევა, რამდენი ხანი ჭირდა requests რა. ეგეთ data-ს სადღაც აგროვებ რა. არის ეგეთი tool-ები, მაგალითად segment-ი არის, Rudderstack-ი არის, რომელზეც შეგიძლია რომ arbitrary data source-ები მიაბა და მეორე მხარეს ეს თვითონ შენ სადაც ეთყვი იმ database-ში ჩაგიწერს რა. Okay, ანუ გაქვს ახლა რაღაც raw data რა. Raw data შეიძლება იყოს რომ ანუ ერთი ორდერი ჯერ გაკეთდა, მერე გაფორმდა, მერე დაკონფირმდა, მერე დაიშიფა, მერე უკვე წავიდა რა და დაკომპლიტდა რა. ეს ყველაფერი გაქვს. On top of this, სავარაუდოდ გჭირდება რომ ამაზე რამე SQL-ი გაუშვა რომ მაგალითად ეს მთელი პროცესიდან რაღაცა data მიიღო რა, მაგალითად ამ event-ების data-დან მიიღო ეგეთი data რომ რამდენი ორდერი არის shipped, ანუ shipped ორდერები არის ჩვეულების შედარებით უფრო ჩვეულებრივი და აქცია. ან ხარ არ მაფიქრდება off the top of my head.
უკეთესი მაგალითები, მაგრამ უკეთესი შენი raw data გარდაქმნა რაღაც უფრო ხელშესახებად რა. ამ გარდაქმნას ხშირად აკეთებ თულით, რომელსაც ქვია DBT რა. ანუ ეს DBT გაძლევს საშუალებას, რომ შენი რაღაც ცოტა customized SQL-ი დაწერო და ანუ real base data გაქვს. ამ base data-ზე რამდენი level-იც გინდა ზემოდან შეგიძლია გრაფივით ააშენო, რომ okay, base-დან შევქმნი რაღაც საშუალო დონის მოდელები რა. მე ამ საშუალო უფრო higher level მოდელებზე კიდე რაღაც ავაგე რა. ანუ მაგალითად ქვემოთ მაგ event-ებიდან რაღაც გამოიყვანე ორდერები და ორდერების თავზე შეგვიძლია თქვა income გავაკეთო რაღაც რა, პირდაპირ full-ში გადავხნა რაღაც. ნუ კეთნე რო ჩათვალო, რომ map ოპერაციას რო აკეთებ JavaScript-ში რა, გაქვს რაღაც source array, მე map-ი გავუკეთე ერთხელ, map-ი გავუკეთე ორჯერ, რამდენჯერაც გინდა გავუკეთე. და final stage-ზე რა data-საც მიიღებ. აი მაგ data-ს უკვე შეგიძლია მიუერთო light dash-ში. და light dash-ი იმიტომ რომ შენ რაღაც YAML-ში უკვე იქნება DBT გენერირებს მაგასაც რაღაც დონეზე გაწერილი რომ შენს database basically რა column-ები აქვს და ასე შემდეგ schema გაქვს რა შენი მონაცემების light dash შეუძლია რომ უკვე ავტომატურად დაიგენერიროს chart-ები და მე ამ chart-ების რაღაც კომბინაციებით შექმნი dashboard-ებს რა და საბოლოოდ რაღაც C-level ტიპებს მიაწვდი რომ okay, ამდენი რაღაც გავყიდეთ. ზიანთვეში ამდენიას და ამდენი user-ი ყავს და ასე შემდეგ რა. იცი რა მაინტერესებს გიო, ანუ ხო იასნია, ეგ გასაგებია. ანუ ფაქტობრივად ეს DBT ხო ანუ ცალკე ასე ვთქვათ თული არის საერთოდ light dash-დან დამოკიდებული, უბრალოდ მე როგორც ხვდები, ის არის რა ქვია. ანუ იმენა უეჭველი DBT-ი უნდა გარდაუქმნათ, ანუ ის საბოლოო რეზულტატები DBT-ი უნდა მივიღოთ light dash-ი რო გამოვიყენოთ, ეგ მაინტერესებს პირველ რიგში, თუ მე მაგალითად just არ ვიცი, რაღაც data source-ი რომ მქონდეს, რამე სხვა გზებით რაღაც რო გარდაუქმნა გინდა ჩემით, გინდა სხვა თულით, რაღაც შედეგები რომ მივიღო, იმაზე შემიძლია light dash-ი დავაერთო თუ რაღაც ისა რა ქვია, დამოკიდებული ვარ DBT-ზე. კი, შეგიძლია, ცოტა უფრო და იდეაში ეგ არ არის მთავარი point-ი, მაგრამ basically თუ DBT-ს გარეშე აკეთებ, მაშინ რაღაც სპეციალური სინტაქსი არსებობს YAML-ში, რომელიც შენ შეგიძლია ხელით აღწერო შენი სქემა და შენ ხარ მაშინ პასუხისმგებელი, რომ ეს სქემა მართლა შეესაბამება tables, როცა მაგალითად DBT შეგიძლია რომ რაღაც კრონი კონდეს გაშვებული და შენს raw data-ზე ყოველ ღამე დააგენერიროს ეს საბოლოო data რა. DBT მაგის ავტომატიზაციას იკეთებს, რომ კოდში ასახო შენი transformation-ები. რაც ახლა დეველოპერების საერთოდ არა kinda გასაკვირი რაღაცა, მაგრამ data science-ების ანალისტებისთვის ძალიან ის იყო რა, თავის დროზე ინოვაცია. და ამიტომ კი შეგიძლია თეორიულად ბევრ features კარგავ, მაგრამ შეიძლება რომ ეს გქონდეს რაღაც data source-ი და მაგ source-ზე პირდაპირ დააერთო light dash-ი. მაგრამ ამ თვითონ DBT-ის გამოყენებაც არ არის რთული რა, ანუ რეალურად სულ ძალიან მცირე დონეზე იყენებდე, ძალიან ბევრი benefit-ი შეიძლება მოგცეს იგივე რა. შემიძლია უცებ demo. Okay, მე ძალიან მინდა. და meanwhile, მაინტერესებდა აი ხა ეს ანალიზი გასაგებია, რაღაც predefined schema-საც ვაკეთე და მე dashboard-ებს ვაწყობთ, მაგრამ სადმე ხო არ გვაქვს რაღაც AI-ის feature-ები ან ამები. კი. AI feature-ები ნახეთ ჩვენი ერთ-ერთი playlist-ი channel-ზე, სადაც ჯანი ვისაუბრა 1 საათი მაგაზე. ანუ მოკლედ მაგალითად ეს არის demo ჩვენი. არ ვიცი ხა URL-ი ჩანს თუ არა screen-ზე, მაგრამ ჩვენი demo არის რა, შეგიძლიათ demo.light-com-ზე შეხვიდე და პირდაპირ ნახო რა. ანუ მაგალითად შემიძლია დავიწყო აქედან რა და აქ მაქვს რაღაც sales-ი და მაგალითად მაქვს ორდერები. ეს უკვე ანუ რაღაც data, რაც ჩემს database-ში არის რა. ამ data-დან და იმ schema-დან ვიცი რა field-ებიც მაქვს რა. შესაბამისად შემიძლია user ID, რაღაც email-ი და profit-ი ეგრევე ავირჩიო და query გავუშვა და რაღაცა charts დამიგენერებს. მე შემიძლია დავაკონფიგურებო, შეიძლება უბრალოდ მინდოდეს რომ table იყოს მაგალითად. მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია ალბათ გინდა მეტრიკები რა. და მაგალითად შეგიძლია აირჩიო რაღაც sum of profit or total unique users
და ამ ყველაფრის მოკლედ სხვადასხვანაირი ვიზუალიზაციები გააკეთო, მაგალითად გინდა რომ ესე აჩვენო, რა. შენ დეშბორდებში აქ უკვე არის რამდენიმე გამზადებული მაგ მეთოდებით, როგორც გინდა ნაკლებად ტექნიკური იუზერები შეიძლება რომ ესენი გააკეთო. და ნუ კიდევ უფრო ნაკლებად ტექნიკური იუზერებისთვის აი ესეთი რაღაცებია, რომელიც პირდაპირ გამზადებულია რა. აი გაინტერესებდა წეგან, ხო, კაი არის გამზადებულებით. მოკლედ ვისაც გავსვამები გაინტერესებთ, კიდე მომწერეთ, თუ არ გაინტერესებთ და გაკვალიანებთ. ანუ ფაქტობრივად, ეხლა უბრალოდ ვცდილობ რომ გავიაზრო ზოგადად light dash-ს რა ხირებულება შევა. ანუ ფაქტობრივად სხვა BI tool-ების ჩვეულებრივი კონკურენტი ალტერნატივა გამოდის, ხო? Yes. და ანუ იდეა არის რომ რაღაც მაგალითად data თუ გაქვს და ამ data-ზე KPI-ების insight-ები გინდა რომ ვიღაცებს მიაწოდო. არის ვარიანტი რომ hardcore ტიპი ხარ და ნოლიდან გინდა ყველაფერი UI-ზე შენ დაწერა და არის light dash-ი რომელიც გეუბნება რომ შენ რაღაც just data point-ები და მომაწოდო და მე ძალიან მარტივად მე ამ data point-ების ვიზუალიზაციის ძალიან ბევრ predefined ვარიანტებს გთავაზობ. და okay, cool. და ესე იგი როგორც შენ ახსენე კიდე ერთხელ რომ ანუ კარგად რო გავიაზრო custom dashboard-ის აწყობა შემიძლია სადაც ძალიან ბევრ რაღაცას როგორც მინდა ისე გამოგაჩერ, ხო? კი. Okay. შენ ჯერ ჩარტებს აკეთებ და მე ჩარტებს დაალაგებ dashboard-ზე. ან თვითონ ჩარტები ძალიან ბევრნაირი შეიძლება გააკეთო რა, ანუ. და იცი რა მაინტერესებს მე, აი მაგალითად ეხლა შენაც გააკეთე წეგან იყო კონკრეტული data point-ები მონიშნე და იმითი ეგრევე აგიკო რა. და მაგალითად მე თუ აი ჩემი data source-ი რომ აქვს, მაგიდან რაღაც აგრეგაციები DBT-ით სხვა tool-ით გავაკეთე, მივიღე სხვა data point-ები, kinda აგრეგირებული. მაგრამ მე თუ მინდა რომ light dash-ი ამის კიდე ერთი დონის აგრეგაციებით გამოვიტანო, ისინი რა ქვია, არ ვიცი, ჩარტები. ეგეც შემიძლია და ეგ თუ შემიძლია, რამე custom ენა არის, სტანდარტული SQL-ით შემიძლია თუ აი ეგ რო ორი სიტყვით აგუშნო თუ შეგიძლია. ნუ კიდე შეარებს screen-ს. მაგალითად აქ უკვე ანუ ესენი ქვედები არის აგრეგატი შეგვიძლია საერთოდ შევხედოთ SQL-საც რა, რაც გენერირდება. მაგალითად sum of profit რო ავირჩიო. და გავუშვა ეს. SQL-ი რაც გენერირდება, ნუ ამ შემთხვევაში ერთი რაღაცა მაქვს, მაგრამ sum of profit by let's say shipping city. ხო? მაშინ და group house city-s მიხედვით და sums გაუკეთებს profits, ხო? მაგრამ ამასთან ერთად მე შემიძლია რომ custom dimension-ი შევქნა აქვე, რომელიც just იქნება SQL-ი რა, მაგალითად. ესე იგი. ნუ live demo როცა მომზადებული გაქცული, ან შეგიძლია custom metric-ი შექმნა, რომ აი მაგალითად email-ები ცუდი მაგალითია, profit-ის ისევ average-ი გავაკეთო რა. გასაგებია. და წავშალო 3 და average profit by city მექნება ეხა რა. და ნუ ეს ამ შემთხვევაში მე იმათ ვაჩვენებ, მაგრამ ნუ შემიძლია bar chart-ად ვაჩვენო. და შემიძლია გავფილტრო დავალაგო მაგალითად ზობს ტერკომზე დავაჭერე ჩვენი CEO აი და ახლა გავფილტრო მაგალითად average of profit სადაც მეტია okay ვიდრე 100 და ნუ yeah, you get the point, right? You have now this chart. და ეს მე განახებ ახლა ძალიან მარტივი იმას, იმიტომ რომ ამ თემში ჩვენ გვყავს data analyst-ები, რომლებიც მე იმათ ვეკითხები ხოლმე კიდე რაღაცები როგორ გავაკეთო, იმიტომ რომ ბევრნაირი ჩარტები არსებობს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რა. იცი რა მაინტერესებს? თვითონ light dash-ი შიგნით კომპანიაში BI-ისთვის light dash-ს ყენებს. რა თქმა უნდა. ჩვენი dog foodings ვაკეთებთ ეგრეთ წოდებულს, რომ ან ჩვენ ანუ არა მარტო თვითონ როგორც B2B პროდუქტის არამედ ან თქვათ support-ის მეტრიკებს ვტრეკავთ, რომ აი რამდენი ტიკეტი გაიხსნა, რამდენი დაიხურა და როგორია მაგათ შეფარდება მაგალითად დღეში, ან რამდენი რელიზი გავაკეთეთ და რაღაც რამდენი PR-ი გავხსენი ამ კვირაში, I can just see it, რა. Okay. გიო და ერთი კიდე კითხვა რა მექნება, იცი? ანუ ესეც, ანუ მე რასაც ვაკვირდები ამ BI tool-ებს რა, ანუ ერთი და იგივე დომეინის ბიზნესებს აქვთ, ანუ რაღაც 70-80%-იანი გადაკვეთა თუ რა KPI-ები უნდათ ხოლმე რა. და აი მაგალითად ის
გამზადებული რაღაც ყველაზე არატექნიკური ხალხისთვის რო გვანახეთ ეგ ფანჯარა რაღაც გამზადებული ისინი რო არის. ხო არ გაქვთ მაგალითად ესეთი რაღაცები, რომ აი e-commerce-ის დომეინი თუ არის. დიდი ალბათობით e-commerce-ის დომეინს რაღაც 90% кейსებში ეს data point-ები გვეჭველი უნდა და მაგის გამზადებული dashboard-ი e-commerce-ისთვის, რომელიც მაგალითად არ ვიცი, Shopify-ს მიაჯდება ეგრევე ან რავენაირად ან რაღაც ტემპლეიტებს იძახი შენ რა. ხო, ანუ ტემპლეიტები ანუ მაგრამ ჩემი მუღამი არის რომ ანუ მეზარება ძალიან მარტივად მინდა ძალიან სერიოზული რაღაცა გავაკეთო რა და მაგისტვის რამეს თუ თავაზობს light dash-ი. მე ფიჩი არის light dash-ის. არა, არ თავაზობს. ეგეთ გამზადებულ რაღაცა light dash-ი და ანუ იგივე კითხვაა რომ აი რავი ხა e-commerce-ის საიტიც ყველა kinda ერთნაირია და მაინც რატო არის ყველა სხვადასხვანაირი რა. ანუ kinda იგივე ხდება data-ს ხარისაც რა. ანუ თუნდაც ხა მე Shopify-ზე ვიმუშავია და Shopify-ის თვითონ base data მოდელი არც ისე მოქნილია და ამიტომ ყველა იყენებს რაღაცებს, სადაც ქვია meta fields რა მაგალითად. რომ რაღაც Shopify-ის ხო თავის CMS-ივით აქვს basically, ანუ ეს რაც თუ რავი აქვია მაგას რეალურად. e-commerce engine-ი, რომელიც kinda CMS-ია. და მაგას შენ აექსტენდებ რაღაც იმებით. მე გაქვს მილიონი promotion-ი, გაქვს რაღაც ბანერები, იმის conversion-ს ტრეკავ, ამის მილიონი სხვადასხვა იმას ტრეკავ და ანუ რეალურად, ჩვენ ხო მაინც ჩვენი კლიენტები ძალიან დიდი enterprise-ები არიან, აი მაგალითად ეხა მომენტ არ ვიტყვი, იმიტომ რომ არ ვიცი, ჯერ არის თუ არა public. არა, მოკლედ. ძალიან დიდი კომპანიები არიან ჩვენი ისინი და იმათ ყოველთვის ყავთ რაღაც dedicated data teams, რომ ანუ ხალხი რომელიც მთელი დღე მუშაობს, რომ რაღაცა ის SQL-ები გაუშვან რა. ამიტომ ხო, სავარაუდოდ შეიძლება არსებობდეს ეგ შენაც ამბობ. და სავარაუდოდ, Shopify-საც ხო აქვს თვითონ რაღაცებს განახილავს რა. Shopify-საც იდეაში აქვს, კი, მართალია. მაგრამ, ოკეი, ეხლა რაც შეეხება შენ რაცაც ამბობ, რომ ის გამზადებული ისინი, ანუ რამდენად რთულია რომ ეგეთ ამბა გააკეთო რა. ანუ ის რაღაც ჩარტი რო ანახო შენ ვიღაც C-level tips, ანუ მაგას ქვია self-serve, რომ ანუ იმ tips ის ტიპი რომ შევიდეს პირდაპირ დააჭიროს და ხედავს ეგრევე sales რა. ანუ ეგ არის რომ ერთი რაღაც query უნდა დაწერო, aggregation და დანარჩენი is dealt by like this რა. I see. Nice. მე ძალიან კარგად გავიკე light dash-ი რა, იაგოფრეო. აჰა. Nice. ჯანი რო ყავდა სტუმრად, მაშინ თქვი რომ ჯერ მეც არ ვიცი თქო რა არის თქო. ეხლა უკვე. მაგრამ ახლა ხოდა მე სხვადასხვა მართლა უნდა უყურო ჯანის იმ ვიდეოს კიდე ერთხელ. იმიტომ რომ ანუ ესეთ engine-ებზე ანუ აშკარად ძალიან მოდაში არის ხო რა, რომ ის self querying-ი რასაც ქვია რა, ანუ ტექსტი რო query რეზულტატში გარდაქმნა, იმიტომ რომ ხო ანუ იდეაში ეს dashboard-ები რასაც აწყობს, სადაც KPI-ის ხედავ, რაღაც ანუ კონცენტრირებული დარტყმებისთვის, რაღაც ერთ-ერთი ინფორმაციის unit-ებისთვის ძალიან მაგარი არის რა. ან რაღაც დროზე დამოკიდებულების unit-ებისთვის, მაგრამ არის кейსები, როცა ანუ მე მგონი ეგეთ ეხა KPI-ებს ვინც უყურებს, ყველას უცბად უნდა რომ, არ ვიცი. რაღაც დაწეროს და წინა თვეში რამდენი კონკრეტული ერთეული რაღაც გაიყიდა. უბრალოდ ტექსტით, ანუ იმასგან, ყველა ჩვენ გარშემო ვინმეს თუ ველაპარაკებით, ყველა ბიზნესის ტიპს ჩახვეული აქვს ეგ რა, რომ ტექსტით უნდათ, რომ ანუ ანალიტიკოსების და არა ანალიტიკოსების ის გაარკვიონ, რა ქვია. საქმე ჩაანაცვლონ რა და ესე იგი, როგორც მახსოვს, Slack-ის ინტეგრაცია აქვს light dash-ს, ხო? კი, enterprise feature-ია, რომელიც შეგვიძლია გავისაუბროთ. ანუ ზოგადად light dash-ი open source-ია, მათ შორის AI-ის feature-იც, მაგრამ it's under ანუ კომერციული ლიცენზიის ქვეშ არის enterprise license ქვეშ არის გარკვეული feature-ები რა, როგორც არის აი ხა მე რაც განახეთ, ყველაფერი open source-ი არის ეგ. ის რა კარგი experience-ი არის აი demos-თვის ცალკე, ანუ ის რო გაქვთ რა ქვია, isolated რაც არის რა, instance-ი და ძალიან კაია. შეგვიძლია ანუ ძალიან ბევრი იმას უნდა ქონდეს ეგ რა, software-ზე. ეს აქვს ძალიან დიდი რაც არის რა. ანუ ხო და მან ხო მე დალოგინება ხო არ მჭირდება გიო მან და დარეგისტრირება არა. ხო აი მაგას ვამბობ რა. აი ეგრევე რომ შედიხარ უნდა try out ეგრევე უნდა იყოს კი. core რაც არის core-ის, ხო, ეგ ძალიან classroom-ის demo. კაი, light dash-ი გავიქით. ეხლა რა ხდება სხვა მეგობრებო, საინტერესო რა მოხდა წინა ორ კვირაში, ისეთი რაც გვინდა რომ ვილაპარაკოთ. აბა ის რა გვაქვს გასაზრდელი.
რძეს თუ სვამთ. აღარ შეწყვიტეთ რძის დალევა. შეიძლება უკვე გვიანია დაღუპული მაგრამ ანუ 10 წელია თუ რძეს სვამთ. ჩვენი ანუ latency ამდენი არის ხოლმე რა ძირითადად. ანუ აიგროდის მოხდა და კი ანუ რაღაცა ხომ მოხდება აი სახის გაძრობა და ჩვენ 2 კვირის მერე 4 ვაშ ხო, ანუ ხო ესეთი ახალი პოსტი დაიდო ხა რა, სუსტად. ანუ შეხვედრის წინამდე წუთადრე რომ ანუ თენეომ დაპოსტა რაღაცა ფიჩერი რომ ანუ თუ API გაქვს თენეოში შეგვიძლია ავტომატურად MCP სერვერად და API გადააქციო რა. Which is kind of cool რა. ალბათ, I assume. კიდე Supabase-მა დადროპა როგორც ნახე, რაღაც MCP სერვერი და вообще სპეციალურად ამ შეხვედრისთვის პატარა demo MCP ავაწყე და შემიძლია რომ გავაზიარო და თან გადავუყოთ რა. Let's go. მართლა, უყურე. ნიკამ დააგვიანა დღეს, literally. და სულ აგვიანებს ხოლმე რა, მოდი. მე რაზე დავაგვიანე, რა ხდება? ვინ დააგვიანა? დღეს რატო გადავწიეთ ჩაწერა? უი, ბაზარი არა, ჩემი ბრალი არა. კი. ჩანს ეკრო? ეკრო. ჩატიც. ჩატიც ჩანს. ეგა არა, ანუ კონტექსტი არ წერია, რაც გამწირეს, ამიტომ. არა, კი ბატონო. ის ხომიჭერი nest.js-ზე რომ ამბობდი რომ კაია თქო. Nice. რამდენი ამოჭრა მიწეს. კაი, ეხლა რა ვქენი რა? და ამდენი კოდი შენი დაწერა თუ კურსორს დააკეთე. არა, ანუ რაღაც ტუტორიალი ვნახე და მე კურსორს გადავაწერინა, მაგრამ თემა რა არის რომ ჯერ вообще ორი სტუდიით თან ვთქვათ რა არის MCP. მე ძალიან basic example-ს გადავუყვეთ რომ აი ხა ეს მოკლედ აგენტებმა ეს აგენტი შეიძლება იყოს კურსორის აგენტი, შეიძლება იყოს lovable, შეიძლება იყოს ყველანაირი აგენტი, შეიძლება ჩვენ რო აგენტს ავაწყობთ ის რო შეძლოთ external სერვისებზე ვტომა რა. აი მაგალითად ეს Supabase-ის MCP სერვერიც მაგას ემსახურება, რომ შენ აგენტს ავტონომიურად შეეძლოს მიწვდეს Supabase-ის table-ებს და რაღაცებს წაიკისროს ჩაწეროს იმის მიხედვით რა როგორ მომდება რა. Basically, აი tool call-ების, აი tool-ი რო ავიღოთ როგორც ერთი სერვისი ჩვეულებრივ ენაზე. ამ სერვისს რო REST-ით გავაფაბრიკებდით, ეგრე არის ამ tool-ის საფაბრიკებელი პროტოკოლი MCP რა. ეხლა რა გავაკეთე, ანუ იმენა მოიცერწამი კითხვა, ანუ REST-ის შემთხვევაში, ანუ ესე isolated ხო არის, ანუ კლიენტი ყავს ხოლმე და ეს კლიენტმა უნდა გამოიძახოს სტანდარტული რაღაც basic კლიენტი არის ხოლმე და ხო და ამ შემთხვევაში აგენტი არის და აგენტი როგორ ანუ აგენტსაც ანუ ერთი მხრივ კაი MCP დავწერეთ. ანუ REST-ს რო წერ, REST-იც რაღაცას HTTP-ს იყენებს, მაგრამ ხო ანუ მეორე მხარესაც კლიენტსაც რაღაც თავისი პროტოკოლი ჭირდება და მეორე მხარის პროტოკოლი MCP შემთხვევაში რა არის? ანუ როგორ რა პროტოკოლით ელაპარაკება კლიენტი MCP სერვერს ეგ ხო. მაგასაც MCP ქვია დიდი ალბათობით ხო, მაგრამ ანუ ბიჭო, აი ხო ეგ მაგას აღარ ჩავყოლილო, მაგრამ I assume რომ ანუ just რაღაც შეთანხმებაა რა. როგორც REST-ი არის HTTP-ზე, ანუ just HTTP over internet რაღაცა იგზავნება და მიდის მოდის საერთოდ ხო პასუხი full call-ი რა. That's it. რა უნდა იყოს ესეთი. просто ხო დეტალებში არ ვიცი. გარიმანთ. აი, შეთანხმებაა? command plus დააჭირე რომ ჩაზუმო. command. რომ კარგად გამოჩნდება. Okay. აი, და command J-ს და ანუ რაც ხალხს გაუჩნდა კითხვა, ეგ მეც უნდა კითხო რა. რა თემაც მოყვება VS Code-ს, ეგ რატო გიყენია? მე ან ზოგადად ვარ ძალიან ისეთი ძალიან უცნაური ვარ პროგრამისტებში რა. ეხლა ყველას გაგიკურებათ. კი, light mode-ს ვიყენებ და მაგრამ კიდია რომ დეველოპერები უფრო dark mode-ს იყენებენ. ეგეთ. და თემებს რაც შეეხება, ან ეგეთ კიდია რა, ანუ რაც არის მომწონს. ძალიან basic, it's cool რა. ამიტომ ხო, ვისაც არ მოგწონს dark mode-ი, შეგიძლიათ გადართოთ და სხვა პოდკასტს უყუროთ, რა ვიცი, სადაც dark mode-ს იყენებენ. და აქ არ უყენებ. მომწონს, მომწონს. კაი. ეს შენი ეს ამოგვიწება მომწონს კონტროლერს. მოკლედ. წარმოგიდგენე MCP სერვერი გავაკეთოთ, რომელიც რეკომენდაციას იძლევა პოდკასტების რა. ანუ just დამი ამბავი არა რა. ანუ თვითონ SDK მოდის MCP პროტოკოლიდან, ანუ Entropy-დან, რომელმაც გააკეთეს ეს, მოკლედ Cloud-ის ტიპებმა გააკეთეს ეს MCP და რაღაც industry standard გაიჩნდა და ანუ აქედან ავიღე ხა ეს SDK და ანუ ჩვეულებრივ რაღაც server ეს ვიცი JavaScript, TypeScript ეს არის რაღაცა
ას რაღაც example-დან ავაძრეთ და ხო ანუ ორი რაღაცაა რა. ერთი არის რომ tool-ებს initialize-ებ და ჩვენი tool-ი არის basic როგორც LLM-თან გვექნებოდა description-ი აქვს. ამ tools ქვია Tech Podcast Recommender tool-ი და ეპიზოდებს for loop code-დან არეკომენდებს რა. რაღაცა queries იღებს, რომელსაც ხარანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მერე არის ამის handler-ი, ანუ როგორ უნდა მოხდეს, ანუ თუ ესეთი tool-ი გამოიძახა, ესეთი tool-ის request-ი თუ შემოვიდა, აი როგორც service-ის request-ი შემოვიდოდა. აი ეს არის ჩათვალე endpoint-ი რა, რომ შემოდის request-ი და აქ არის რომ უბრალოდ ჩემი predefined იმიდან რა ქვია, ხელით მაქვს ჩაგდებული for loop-ის ეპიზოდები და აქედან აბრუნებს ამ for loop-ის ეპიზოდებს რა. და ეხლა კლიენტს რო შევხედოთ, კლიენტი არის, ოღონდ ნახე როგორი კლიენტია ყავს ამას, ანუ просто ASCII-დან კი არ უნდა კითხო, ანუ თავიდან ეხლა თემა რა არის რა, ანუ აქედან ამატებ, ვაფშე როგორ ამატებ ამას. კურსორში setting-ებში რო გადახვიდეთ MCP-ში, აქედან შეგიძლიათ add new MCP server სტენოთ და ეხლა აქ უბრალოდ მიუთითე როგორ უნდა დასტარტო რა. Node-ით რო უნდა დავსტარტო index.js-ი და ეგრევე აღიქვა რა. ნახე, ანუ ეგრევე დაამუღამა, რომ ეს tool-ი გვაქვს დაინიციალიზებ. და აქ agent-იქ მოუწე რომ გადართო რაღაცა. Please recommend any podcast. რო კითხო. ეხლა ის დაამუღამებს, რომ ეს ამ კითხვა სჭირდება ესეთ tools გამოძახება. თერაპიის ბოლო ეპიზოდი, სადაც მე ვიყავი. სადაც ბატონი გიორგი. რა თქმა უნდა, მაგას არ დაარეკომენდებს და ნახე აქ გითხრა უკვე იმან რა ქვია, კურსორის აგენტმა, რომ აი ესეთი query-ით შემიძლია გამოვიძახო Tech Podcast Recommender tool-ი და ჩვენ ახლა tools გავუშვებთ, ეს results დააბრუნებს, რო results შემიძლია ვნახო და ეხლა ჩვენი პასუხის დაგენერირდება, აველოდოთ, ხო ის აუცხრება, ფორმატი გვირჩია, ხელმა პირველ MCP server-ზე. ოკეი. ეს არის ამბავი რა. ეს ეხლა დახოსტვაც მინდოდა, მაგრამ უეჭველი ანუ ვეღარ მივედი მაგამდე, ეხლა ლოკალურად მაქვს დაშვებული, მაგრამ hosted server-იც იგივე არა, მე მგონი Cloudflare-ს აქვს რაღაცა კაი support-ი ეხლა რომ პირდაპირ deploy-რებ MCP service და ეგრევე მიჭდები რა. საინტერესო იქნება ალბათ. კოდით რო წერთ ეხა ამას ჩვენ, იქ როგორ უნდა მიუთითო MCP-ს tool-ი, მაგრამ ალბათ ეგეც პარტივად იქნება პირდაპირ რა. ანუ კლიენტის ხარჯის შემთხვევით, აი, კითხვა რა მაქვს ხა უყურე, ანუ ეხა ხო კლიენტის თვითონ ანუ ედიტორში არის რა. და იცი რა კითხვას დავსვი, ანუ აი, მაგალითად არ ვიცი. მე თუ რაღაც production grade MCP server-ის დაწერა მინდა რა, რომელიც მინდა რომ სხვა კომპანიებმა, სხვა ხალხმა გამოიყენონ. და შენ რო ხარ, შენ ხარ მეორე მხარეს. სერვის ასე ვთქვათ, ამღები რა ვიცი და მე მომარ მომწოდებენ. შენ რა უნდა გააკეთო, სად შეგიძლიათ ჩაინტეგრირო და ასე შემდეგ. მაგაზე შეგიძლია ორი თქვით რა. მე მეკითხა თუ აჩოს. შენ. კი შენ. ანუ უნდა დაწერო MCP client-ი. MCP client-ში რაღაც customization-ები შეიძლება გააკეთო. მაგრამ ასე არსებობს უკვე დაწერილი MCP client-ები, რომელიც შეიძლება გამოიყენო. ისე არ ვიცი ხა. მაგალითად ხო, MCP client-ებზე ზოგადად ნაკლები იწერება ბევრად ვიდრე MCP server-ებს და იმიტომ რომ ალბათ უმრავლესობა პირდაპირ კურსორში ან კოდში იყენებს. მაგრამ ხო, ეგრევე chat-იდანვე იყენებენ მაგიტო უეჭველი, კი. ხო, შენი client შეიძლება დაწერო. მაგრამ ეხლა მანდ ერთ რამეს რასაც ვიტყოდი. მე მაგას დაუბრუნდეთ clients, მაგრამ ანუ აჩვენოთ გააკეთა. აი ნიკამ რო დააგვიანა დღევანდელი ეპიზოდი ჩაწერაზე რა. რაღაცებს ვკითხულობდი ზუსტად MCP-ზე, რომ ვიცოდი რომ ამაზე ვისაუბრებდით და ანუ რაღაც არავინ არ საუბრობს. ანუ basically MCP არის გაიგივებული tool call-ებთან რა. ანუ MCP-მდე უკვე кайხანი არსებობდა function calling-ი, იგივე tool calling-ი, რომელიც რეალურად აშვება, რომ LLM-ზე უნები რომ არსებობს ეს tool-ები და რაღაც ამ სინტაქსით თუ მიპასუხებ, მაშინ მივხვდები, რომ გამოვიძახო რაღაც ფუნქცია რა. ხო და, ну, აჩვენებს ეს გააკეთა ახლა რა. მივხვდეთ იმისა, რომ MCP-ს ამ tool call-ების გარდა tool call-ები არის 3-დან ერთ-ერთი feature რა. რაღაც RPC კონტი არ არის? Kinda. შეუძლია. ხო, yeah. I mean, it's an RPC that's შეიძლება STD out-დან მუშაობდეს რაღაციდან transport layer-ები შეიძლება იყოს, მაგრამ oh, it's kind of like RPC და სხვა შორის ამის ინსპირაცია ყოფილა LSP რა. თუ აგიათ language service provider-ები რა. ანუ ადრე იყო რომ მაგალითად JetBrains ქონდა მაგალითად მაგარი Java support-ი თავის იმაში ჩაშენებული, ვიღაც VS Code-ს ქონდა მაგარი TypeScript-ის support-ი და პირიქით, ანუ ამას Java support-ი არ ქონდა და იმას ის არ ქონდა, რომ ყველას თავისი ის ქონდა დაწერილი. და მე გადაწყვიტეს, რომ რაღაც მოდი ერთი სტანდარტული
ის გავაკეთოთ language server protocol-ი და ყველას შეეძლოს რომ ჩააშენოს რა მე ეს თავის ედიტორში. შენ ედიტორი დაწერე, მე language დავწერ და it's gonna work რა და. და მაგან არის ინსპირაცია. ხო და იმას დავუბრუნდით, ანუ MCP შეუძლია ასევე რესურსების თან წოდო, ანუ tool-ების გარდა, რესურსებთან წოდო, ანუ რეალურად ახლა აჩვენებს გააკეთა tool-ით. შეიძლება რომ დაიმპლემენტებული იყოს როგორც რესურსის საკითხვა რა. და რაღაც თითქოს ისეთი, ანუ ესეც მუშაობს, მაგრამ რაღაც მიდგომები არის სხვადასხვანაირი რა. აი მაგალითად tool-ი ყოველთვის თვითონ LLM-დან ხდება, როცა რესურსების წაკითხვა შეიძლება მოითხოვოს MCP client-მა რა. იმიტომ რომ რაღაც custom client-ი გქონდეს. და კიდე არის პრომპტები რა, საერთოდ სადაც შეიძლება რომ რაღაც custom defined აი მაკროები რაღაც პრომპტები გქონდეს. MCP გამოიყენებს რა. აუ მე ვერ მივხვდეთ ამბოდი რესურსის წაკითხვაში რა იგულისხმება რა არის განსხვავებული აქ და სტანდარტულ tool-ში რა არის ხოლმე. ხო, ოკეი. ანუ კარგი ჩარტი არის. ეხლა ვერ ვიპოვი ალბათ. მაგრამ კარგად აღწერს მაგიმებს, მე ჩავაგდოთ იმაში რა. ანუ მაგალითად რო გინდოდეს რომ file system-ის წაკითხვა შეეძლოს შენს MCP server-ს, ან შეიძლება რომ გააკეთო რომ კი ანუ tool-ი იყოს ls-ზე რა, რომ ანუ რაღაც ის შენ გააკეთო რომ ეს არის. მაგრამ ასევე შეიძლება რომ ამ დეკლარატიულად გქონდეს აღწერილი რა რესურსები გაქვს, მაგალითად რაღაც ეს ფაილები და ამ ყველა ფაილებს მე მან რაც ემატება მაგ პროტოკოლს მაგ შემთხვევაში არის რომ ამ ყველა შენ რესურს unique identifier-ი აქვს და უფრო მარტივი ხდება LLM-ისთვისაც და client-ისთვისაც რომ ამ რესურსებს ემუშაოს რა. ანუ რაღაც file server-ის მონჩი ტიპი ჩდება? ხო, მაგრამ არა უცებ ფაილები იყოს, შეიძლება database row-ები წარმოიდგინო რესურსად და ასე შემდეგ რა. ხო, მაგრამ ეგ დემო რა თქმა უნდა კაია, შენ რაც ეგ და open source-ე და კიდე ანუ შენ low level-ზე გქონდა გაკეთებული ძალიან. და უკვე არის რაღაც library-ები, რომელიც მაგ კოდს ძალიან ამარტივებს, რომ რაღაც ძალიან მარტივ ერთ ფუნქციას წერ და ასე შემდეგ. რა და შეიძლება რომ უკვე შენი არსებული კოდიდან მოიღო რაღაც ფუნქციები, პირდაპირ დაიმპორტო და რედაქციო ძალიან მარტივად თულებად რა. გიო კიდე რა მაინტერესებს იცი, ანუ ძალიან ბევრი ადამიანი წერს X-ზე, რომ ანუ MCP ძალიან სერიოზული security threat-ი არის რა. ანუ რაღაც კონტექსტი არის ეგ რა. ანუ security-ის ნაკლებობასთან ასოცირდება MCP-ის სერვერები. მაგაზე ხო არ გაქვს ბარემ მაქსიმალურად რო გამოგწრო ინფორმაცია. მე როგორც მესმის რა, რაც შეიცვალა არის რომ ოკეი, ანუ რეალურად ანუ ვინც შენ დაწერე თქვა რაღაც აპლიკაცია, რომელსაც აქვს MCP-ის საპორტი რა. და versus შენ დაწერე აპლიკაცია, რომელსაც აქვს რამე OAuth-ით, რასაც აკავშირებ, აი მაგალითად აქვს GitHub-ის ინტეგრაცია რა. ანუ თუ ეს GitHub-ის ინტეგრაცია აქვს შენ web app-ში, მაშინ შენ თვითონ უნდა დაასეტაპო OAuth-ის setup-ი. და user-ი რომ მოვა შენთან დააჭერს ხელს, რაღაც გადარედაირექტება, შეუწევს რომ ახლა შენ ხარ და ასე შემდეგ რა. ანუ შენ აკეთებ client-ის მხარეს ეგეთ რაღაცებს რა. თუნდაც permission-ს და რაღაცებს რა. და MCP-ის შემთხვევაში შენ client-ი დაწერე, რომელიც just MCP-ს ასაპორტებს და მერე უკვე ის client იმ ტიპმა ვინც მერე მოგაბა რამე MCP ნებისმიერი რომელ permission-ებს იყენებს და ასე შემდეგ თვითონ უნდა დაასეტაპოს მანამდე რა. ანუ შენთან რომ მოვა უკვე შენს რაღაც MCP supporting აპლიკაციას, აი კურსორს რომ მიაბა MCP-ს რა, რომელიც მაგალითად GitHub-ზე აკეთებს რაღაც query-ებს, ანუ კურსორი ხო ვერ გაგატარებს OAuth-ს რა, მანამდე უნდა შენ რაღაცნაირად მოაგვარო, ან შეიძლება რაღაც LLM-ს ჩააქსო და ძალიან ცუდი UX იქნება, მაგრამ რაღაც ცვლის რა მაგ მოდელს და ჩემი აზრით უკეთესი მოდელია, იმიტომ რომ იქეთ აღვარებ რა. ხო არ ვიცი ამდენად clear იყო ეს, მაგრამ ეგრევე ვერ ვიტყოდი რაღაც security-ის ან თუ ყველაფრის ის მიეცი ხო, ვალტის არის. Twitter-ზე სულ ის არის ხო ის რაღაც. ის ანუ ჩემი ფიდი როგორც მუშაობს Twitter-ზე არის, რომ დილას რო ვიგოძებ და რო სკროლავ, აი ლიტერალი ყველაფერი ერთი და იგივე კონტენტის პოსტები მეჩნდება სხვადასხვა ადამიანის დაწერილი. Guys, კიდევ აინტერესებს ვინ შეხედეთ
ახალ OpenAI-ის მოდელებს და რატო უშვებენ ესეთი აბდაუბდა სახელებით და აბდაუბდა თანამედროვეობით. 4.1 რა არის? 4.5 იყო იქ და ანუ ეგ რატო არის ეგ რა? ეგ API-ზე გამოდგეს, ხო მარტო? ეს 4.10 არის. ეს 4.5. აზია ხართ, გაიგეთ ბიჭო. 4.5-თან ვაფშე ჩახსნეს. აბა. და მაგაზე მინდოდა მე საუბარი და ჩემი აზრით ძალიან სერიოზული აპდეიტი არის რა. იმიტომ რომ ეს 4.1 და მარკეტინგის როგორც დეველოპერებზე მორგებული თული. კოდინგზე კი. ხო, კოდინგი იყო თავარი. ანუ რეალურად და რაღაცაო და Windsurf-ის ყიდვას აპირებენ რა. ანუ კლოდი და კურსორი ხო რაღაც ესე არიან და კი. მაგრამ შეგიძლია ისე 4.1-ის გამოყენება კოდში უკვე, კი არა კურსორში უკვე. მაგრამ ნუ იმათ Windsurf-ი უნდა და მოკეთ რაღაც მაქსიმალს აწვევიან რა. და მე მგონი დემოზე იყო Windsurf-ის ტიპი ხო, ვინც ბაზრობდა, ანუ რაღაც კი, ანუ ვიდეო რო დაიდო ამ რო წარგენ, ანუ Windsurf-ის ინტეგრაცია რო ეხლა. მე მგონი შემდეგი რაღაც პერიოდი უფასოდ არის საერთოდ ხო 4.1 Windsurf-ში და Windsurf-ის CEO ბაზრობდა მანდ რა. საინტერესო არის. ეგ მართლა საინტერესოა. ანუ ეგ გააკეთეს. პლუს ის კოდექსი გამოუშვეს, რომელიც CLI თული რო არა. CLI თულის კონკურენტია, სხვა შორის, ანუ მაგ CLI თულზეც ვილაპარაკოთ. მაგრამ ეს ანუ ის კოდი არ არის open source, ეს თლიანად open source-ია, ეს კოდექსი შეგიძლია კლოდზეც გაუშვა რა. ანუ ნებისმიერ OpenAI-ის supporting API-ს ასაპორტებს. შენ დატესტა ეს კოდექსი ან მეორე? კოდექსი არა და კოდს ვიყენებდი, ანუ ყველაზე რთული რაღაცებისთვის, რაც გამიკეთებია LLM-ით. ვიყენებდი ხოლმე კოდს. ჯერ თქვათ რაღაც თითქოს ეგეთი ის გავიგე რომ ოპტიმალურია, მაგრამ არ ვიცი რამდენად მართლა ეხმარება, მაგრამ O3-ში ან O1-ში ვეკითხებოდი ChatGPT-ს რომ ოკეი, დამიგენერე რაღაც გეგმა და ეს გეგმას რომ დამიგენერებდა, მე ვადლებდი კლოდს და კლოდი ყველაზე ხშირად ავანშოტებდა რა. მაგრამ ყოფილა რომ რაღაც ერთი query-ის დაწერა დამიჯდა $1. მაგრამ ნუ დამიზოგა 2 საათი თქვათ რა. და დღესაც ტესტავდი სხვა შორის და დღეს ტესტავდი CLI subscription-ით არ მუშაობს ხო უეჭველი token based pricing-ი უნდა token based კი აი დღეს გავაკეთე ეგეთი ტასკი რომ აი რაღაცა დიდი კომპონენტი იყო ბევრი რაღაცის შეხსებით React-ში ყველა ძლიერია მე მგონი ყველა ეს coding tool-ები და რაღაც დაექსტრაქტეთ ხო რაღაც სხვა ფაილში და იქ რომ დაექსტრაქტებ მე იქ ჩაამატე რაღაც ფიჩერი ეგეთი ის ქონდა და ნუ იდეაში მარტივი ტასკია მაგას მაგალითად გავაკეთებდი 1-20 წუთში ჩემთაც ანუ ამაც გააკეთა რა ანუ პირდაპირ დააონშოთა თავის ყველა იმპორტების მოგვარებით რა მე იგივე გავტესტე კურსორში 4.1-ზე და it also worked რა ამიტომ ალბათ ძალიან რთული ტასკი არ იყო მაგრამ ადრე თითქოს ვერ ვავანშოტებდი რა ბევრ ამას და უფრო ის ხო ოკეი კი ხო მე მგონი 4.1-ზე ერთ-ერთი გამოკვეთილი რაც იყო რა კონტექსტის სიგრძე არის დიდი ხო მე მგონი ანუ განსაკუთრებით დიდი რა მილიონი რაღაცებს გავსი მილიონი რაღაც ეგეთი 1.2 ტიში და მილიონი რა სიტყვაში ძახიე რუსი ხო ვარ ხარ მეგობრებო ხო მე საინტერესოა მე მაგალითად მინდოდა საუბარი სხვა შორის ყველაზე მეტად მაგაზე მინდოდა context length-ზე და ეგეთ რაღაცებზე რა ანუ გაუზარდეს context length-ი რა აქვს მართლა მე მგონი მილიონი ტოკენი ეხა ну რაც ნიშნავს რომ ოკეი მეტი რაღაც შეიძლება მისცე რა მაგრამ მე ეგეთ რაღაცას ვფიქრობდი რომ ანუ იდეაში ეხა RAM-იც რა როცა შენ რაღაც პროგრამას RAM-იც გაქვს თქვა ძალიან ბევრი მაგრამ იმას არ ნიშნავს რომ ავად ისეთ კოდს წერ რომ რაღაც ჩადგმული for loop-ები გავუშვა რომ ხო თლიანად გამოიყენო არ ნიშნავს რომ ეგ არის ოპტიმალური გამოყენება რა ამიტომ ან თითქოს ეგეთი არგუმენტი გავიგე რომ რა გიკვდება ანუ რა გიც რომ განვარტოთ ხაინდა რომ რა გი არის როდესაც რაღაც დოკუმენტები გაქვს მაგალითად PDF-ები დაყოფამ PDF-ებს
ამ დაყოფილ პატარა ჩანქებად, ამ პატარა ჩანქებს დაემბედებ LLM-ისთვის რაღაც გასაგებიანაზე ბრჭყალებში და მერე როცა გინდა რომ კონტექსტი მიაწოდო, რაღაც ვექტორული ძებნის საშუალებით აწვდი მარტო რელევანტურ კონტექსტს, რომ არ გადაგევსოს ეს კონტექსტ window, რომელიც თავიდან რომელ პირველ LLM-ში იყო რაღაც 50000 ტოკენით რაღაც, რაც არის ალბათ 200,000 სიმბოლო თქვა. ხო და ეხლა ვითომ რადგან აი Google-ის მოდელი იყო პირველი ძალიან დიდი კონტექსტით და რადგან დიდი კონტექსტები აქვს, ამიტომ შეგიძლია რომ მთელი code base-ი აუტვირთო და გაქცეს პასუხები ორ, მაგრამ ერთის ხრივ არ მუშაობს ეგრე, ანუ ბევრი ფიდბექი, მე თვითონაც გამიტესტავს დიდ PDF-ებზე, ამით ვირთავს 300 გვერდიანი PDF-ი და რაღაც მიკითხავს, არ არის ხოლმე მარტივი ამის რაღაცების პოვნა და ალბათ მაინც რაგი უკეთ მუშაობს ეგეთ პირობებში. მაგრამ ანუ ამ ახალ მოდელში ერთ-ერთი მთავარი რაც არის ცვლილება არის რომ თვითონ შექმნეს benchmark-ი, რომელსაც literally needle in haystack ქვია თუ რაღაც ეგეთი რა. ორი სხვადასხვა benchmark-ი შექმნეს. ერთი რომ რაღაც ძალიან დიდ ფაილში იპოვოს რაღაც პატარა რასაც ეძებდა. და თვითონ შექმნეს ამის benchmark-ი და ამ benchmark-ში კარგად დასკორა 4.1-მა. და ასევე გრაფი ესმის, ანუ მისცეს გრაფის ნოუდები, და edge-ები. რომ ოკეი, ანუ რაღაც ეს ნოუდი მიდის ამ ნოუდში, ეს ამაში და მე რეკითხეს რომ რაღაც BFS-ი გააკეთე ამ ნოუდზე. და რასაც დააბრუნებ და მე Python-ით ამოწევდნენ, თქვა რეალური კოდიც, რომ ანუ X გრაფი იქაც ქონდათ და იქაც კაინდა რა. ეგეთი ექსპერიმენტი იყო, ანუ აძლევ გრაფს, ეს გრაფი შენს გაქვს და რა results მოგცემს, ამოწევებ მართლა ეგ არის თუ არა იმის results-ი და ანუ საკმაოდ კარგად ასრულებდა რა მაგებს. ანუ შეუძლია რომ შენ თუ რაღაც ეს დოკუმენტი გაქვს, რომ რეფერენსებია, მაგალითად კანონები. ოკეი. რომ აქეთ-იქეთ გადახტეს და იპოვოს რა ეს რეფერენსები. მაგრამ ეს მაინც ხო, ანუ კითხვა მე რაც მაქვს და რასაც ვერ გასცემ პასუხს თუ რაღაც ბევრი არ ცადებ და ექსპერიმენტე არის, ანუ გჭირდება თუ არა რაგი. ხო, ძალიან ჩემი აზრით ბავშვი ძალიან მაგარი საინტერესო ტოპიკია და ეხლა იგივე რაზე წავედი მე იცი, ანუ და აშკარად ეხლა დავაფიქსირე knowledge gap-ი სად მაქვს რა. უყურე, ანუ ერთ მხარეს ავიღეთ ჩავთვალოთ რომ LLM რომელსაც რაღაც არ ვიცი რაღაც ისე აქ რა ქვია. ძალიან დიდი კონტექსტის გადაცემა შეგვიძლია. ჩავთვალოთ რაღაცა უსასრულობის კონტექსტის გადაცემა შეგვიძლია. და მეორე მხარეს რაგი, სადაც რაღაც მონაცემთა ბაზაში დოკუმენტი, დაჩანქული დოკუმენტები გვაქვს ჩაგდებული. ის ვიცით რომ დაჩანქულ დოკუმენტებში semantიკური search-ით ეძებს, ანუ literally ანუ ვექტორების similarity-ი რა და კონტექსტში ინფორმაციას, ანუ LLM როგორ ეძებს, ეხლა ანუ მაგაზე პასუხი არ მაქვს. ანუ დიდი ალბათობით მანდაც semantიკური ისაა ხო ძებნა. დიდი ალბათობით. მაგრამ აშკარად ანუ ესე ტრივიალური პასუხი არ მაქვს რა, ანუ ის დამიწერია, ის ვიცი როგორ არის, უბრალოდ აქ ანუ black box-ი არის მაინც რა. შიგნით ზუსტად როგორ აკეთებს იმ extractions ინფორმაციის კონტექსტს რასაც გადაწყობს. და რამდენად შეიძლება მაგ მექანიზმის tuning-ი, იმიტომ რომ მაგალითად vector search-ში შეგვიძლია მაგის tuning-ი threshold-ების თამაშით რა, რამდენად similarity score-ი გინდა რომ ახლოს იყოს. ეგ ძალიან საინტერესო არის. ხო. მაგრამ ნუ as long as ეს გიპასუხებ უცხო. ანუ მაგ კონტექსტიდან რეალურად მაგაში არ ეძებს ესე ვთქვათ, ანუ მაგ ტექსტს აგრძელებს, ხო? ანუ next tokens აგენერებს. ანუ basically teletraining-ის მუღამი ეგ არის რომ მაგედან ეგ გააკეთოს რა. ამიტომ ხო. ეგეც არის. მაგრამ ეგ როგორ ხდება ოფ საინტერესოა რა. აი მაგალითად რაღაცა 1 გვერდს რომ მიცემ და რო ეუბნები რომ აქედან მიპასუხე რა. ანუ ეს ამ იმით next tokens გენერაციით მანამდე სიკვენსი რაც აქვს, მაგის მიხედვით მე უკვე აგენერირებს, ან ის შემოდის bias-ად, ხო, ამ ის შემდეგ გენერაციაში. რაღაც ეგეთ პონტი არის. ხო, ეგ რა თქმა უნდა ეგრე არის, უბრალოდ ის არის. ხო, აი საინტერესოა საერთოდ ახლა გიო მე რაზე ვფიქრობ, ვიცი, ანუ რამდენად საერთოდ 100%-ით ანუ გადაკვეთილი არის ეს use case-ები რაგის და კონტექსტის გადაცემის. აი ეგ ახლა ჩემი კითხვა საერთოდ რა, იმიტომ რომ ეხლა ჩვენ როგორც ვართ აგენტების წერას მიჩვეულები, კონტექსტს იმენა ვიყენებთ, ანუ რაღაც default-ად ეხლა ჩემი თავში რო ჩავიხედე, mental model შექმნილი მაქვს, რომ default-ად ვიყენებთ just
როლის აღწერისთვის, ინფორმაციის აღწერისთვის, რაღაც აი ფუნდამენტური რაღაცების აღწერისთვის რა. და ეხლა თუ შემოდის რომ რაღაც ხასიათიც უნდა აღუწერო აგენტს და პახოდუ ექსტერნალ ინფორმაციაზე წვდომაც შეგიძლია აქვე მისცე, ხო, ძალიან საინტერესო იქნება. და მანდ ალბათ ის კაკრას შეიძლება თქვი, ეგ იქნება, ხო, ყველაზე მტკივნეული ტოპიკი. რამდენად ზუსტად შეიძლება იპოვოს ძალიან დიდ კონტექსტში ეს კონკრეტული ინფორმაცია. იმიტომ რომ ჩვენ შევეჩეხეთ ერთი მომენტი მაგ პრობლემას, რომ ერთ-ერთ აგენტს რო წერდით, კონტექსტი იმხელა გახდა, რომ ინფორმაცია იკარგებოდა რა, ანუ ძალიან ბევრი ინფორმაცია იკარგებოდა. და ნუ ამის სტანდარტული რაღაც solution რაც იყო, რომ ბევრი LLM ცალ-ცალკე აგენტი ლოკალიზებული კონკრეტულ კონტექსტებზე და მე ამათი ორკესტრაციით ვიღებდით იგივე შედეგს რა და ესე ბევრად ეფექტური იყო, აი ძალიან ბევრად რა. არა ხო ეგ ძალიან საინტერესო არის და აშკარად მაგას კარგად უნდა ჩავუჯდეთ. ჩვენც და ჩვენი მსვენელიც. ეხლა მანდა რაგი ხო ყოველთვის უკეთესი იქნება რა? ანუ მან უნდა შევადაროთ ანუ როგორც აი ხო და მან აგენტს აკეთებ, რომელიც არის heavy data-ზე მუშაობს, რაგი თუ ვაფშე ყველაფერი ყოველთვის რო კონტექსტში გაატანო. არა, ხო, რელევანტური კონტექსტი versus თლიანი კონტექსტი. ხო რა თქმა უნდა, ალბათ ჩემი ციგარი რომ ანუ self-hosted LLM-ი რო გქონდეს, ცოტა შეიძლება სიტუაცია, მაგრამ ეხა როგორც ვიყენებ, შევადაროთ, ანუ რაგი versus, ანუ სისტრაფის კონტექსტში ამბობ, ხო დუდუ? სისტრაფის კონტექსტში, ანუ უნდა შევადაროთ. არა, სისტრაფის თუ output-ი რამდენად რელევანტურია, მაგას ამბობ ალბათ. output-იც და სისტრაფი, მე მგონი ამ შემთხვევაში არც არის ვარიაბლი, რა. სისტრაფი თვითონ მოდელის ზომაზე და იმაზე ამგზავნა. ოკეი, ეხლა მე გეტყვით, აი დღეს ფიქრობდი მაგაზე გუასთან ერთად. რაღაცა პროექტი ვფიქრობთ რა. და ანუ ჩემთვის ეხლა რა ინფორმაცია არის 4-დან 2-ს ვიტყვი ჯერ რა. ანუ 4 რაღაც core point-ია რა. ანუ ერთი არის, ნუ რაგი. ოკეი, რაგი მოძველებულია უკვე, მე მგონი 2 წელია უკვე რაც ყველას გვესმის და ოკეი, რაღაცებს აემბედებ, მე vector search-ს აკეთებ და რაღაც ცდილობ რომ მაქსიმალურად რელევანტური ინფორმაცია მიაწოდო LLM-ს, რომ ერთი ის limitation აქვს, რომ limited context-ია, მაგრამ ასევე ჩემი და თქვენი heuristic-იც არის, რომ სავარაუდოდ უფრო რელევანტური კონტექსტი ჯობია ყველაფრის მიცემას, რომ შეგეძლოს. ეს ერთი. მეორე, გვაქვს ახლა ახალი ყოველ შემთხვევაში ამ მოდელში, რომ ამ მოდელს შეუძლია კარგად გრაფის გაგება, ან რაღაც სტრუქტურულ relationships ხვდება. და ასევე შეუძლია რაღაც დიდი მოცულობის ინფორმაციიდან იმ რაღაც დეტალის პოვნა კარგად, უფრო კარგად ვიდრე აქამდე შეეძლო. ხო? და ანუ ამ ორი რაღაცის ჯამი მეუბნება რომ still ანუ თუ ეს მაგარი ანუ ოკეი მაშინ გასაგებია რომ რაგი შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანია მაგრამ თუ კარგი რაგი გაქვს გაკეთებული რა რაც უფრო კარგ კონტექსტს მიაწვდი მით უფრო კარგად შეიძლება ანუ თუ დიდ კონტექსტში შეუძლია იმის პოვნა ანუ პატარაში უკეთ შეუძლია ხო მე ეგრე მესმის ასევე ეს არის ეს ორი რაღაცას თქვი რა ну ამაზე თუ გაქვთ რამე მითხარით და მე იმ დანარჩენ ორსაც ვიტყვი. არა, მე არაფერი. ხო, ანუ ეხა მესამე შემოდის რა, Google-ს აქვს CAG, ანუ Cache Augmented Generation. Okay. ანუ წინასწარ აძლევ ფაილებს. და შენ იმახსოვრებ ამ ფაილების ID-ებს რა. და მე ისევ რაგით სავარაუდოდ უნდა ამოირჩიო რომელი ფაილი გინდა და ამ ფაილის ID გააყოლო პრომპტს და რაღაცნაირად ისე აქვს აკეთებული, რომ ეს ფაილი ავტომატურად მიეբება კონტექსტში რა. ნუ kinda რაღაც trade-off-ი არის რაგს და თლიან ძალიან დიდ კონტექსტს შორის. მაგრამ უფრო საინტერესო რაც არის ჩემი აზრით არის knowledge graph-ი. ანუ knowledge graph-ი გაძლევს და მგონია რომ kinda მომავლის თემა ეგ არის რა. როგორც კოდის LLM-ში, ასევე ნებისმიერ დოკუმენტებში რა. ანუ შენ თუ გაქვს რამე ინფორმაცია, რაც გრაფად შეიძლება წარმოსახვა, ისე ავიღოთ წესების კრებული ან კანონები რა. სადაც გაქვს სია კანონების და ამ კანონებს შორის არის ლინკები. ხო? ან ჯერ გაქვს რაღაც trie არის, ანუ პირველი მუხლია, პირველ მუხლს 5 ქვემუხლი, 5 ქვემუხლს აქვს კიდე თავის ქვემუხლები.
ანუ ეს ერთი მხრივ იერარქია, მეორე მხრივ ლინკებია რა ერთმანეთს შორის, ანუ გრაფი არის რა. და შენ თუ ვთქვათ თუ სადღაც თუ არის მოხსენებული ერთ-ერთი მუხლი და შენ graphics search-ი გააკეთე და მარტო ის მუხლები ამოიღე, რომელიც ამ შენ initial მუხლთან არის კავშირში რა. ანუ მაგალითად მეორე მუხლი გინდა. მეორე მუხლი არეფერენსებს მეცხრეს და ამიტომ მარტო მეორე და მეცხრე მიაწოდე რა. და თან უთხარი ელემს რომ ოკეი ესენი აი ესე არის კავშირში რა. ეგ იხსნის ყველაზე კარგ ეფექტურ გზას რომ რელევანტური კონტექსტი მიაწოდო რა. თუ გრაფად გაქვს შენი მონაცემები ხო, მაგრამ აი მან ერთი კითხვა რა მექნება, იცი, აი პირველ მე რო LLM-ი ვარ და შენ რაღაცა კითხვა და მისვი. მე რო პირველი რელევანტური ნოუდი განსაზღვრო. ხო, ეგ კითხვა მეცხრე. მან ხო მაინც სემანტიკური search-ი უნდა მივიდეთ პირველ ნოუდამდე. Just პირველ ნოუდზე თუ და იქიდან გამომდინარე რომ პირველი ჩვენ იმის ფუფუნება გრაფში შეიძლება გქონდეს რომ თითო ნოუდში მინიმალური კონტექსტი იყოს, მაქსიმალური დამეჩვის ალბათობა და მე გვიწევს უბრალოდ პირველში ამ ერთი სემანტიკური search-ისთვის რესურსის დახარჯვა და მე ნოუდებით გაყოლა. იმის მაგევრად რომ ის ცალ-ცალკე ნოუდების რომ თლიან ერთ კონტექსტ ინფორმაციულ ერთეულში ყოფილიყო, რაღაცეებში ძალიან დიდი ალბათობა იქნებოდა. და ამ target node-ი რო ვიპოვე. მე რა ვშვები, მე ვეუბნები რომ ეს არის target node-ი და თვითონ LLM-მა მიხვდეს მაგის მახლობლობაში რა ჭირდება? თუ მაგასაც მან ჩემი აზრით ხო ეხლა ძალიან ტრივიალურია რომ ბევრნაირად შეიძლება რა გაყვე რა თვითონ არ ვიცი ნოუდებში რაც გადადიხარ მანდაც შეგიძლია just სემანტიკური ის ანალოგია განსაზღვრო, იმიტომ რომ ესე by default შეიძლება ყოველთვის არ იყოს რა რაღაცა ნოუდის სხვა რეფერენსებს ისიც 100%-იანი ის იყოს მეჩი. და მან კიდე მეორე ტოპიკი იქნება უეჭველი რომ ერთ გრაფს ესე მეორე მარტო ერთ ნოუდთან ხო არ აქვს რეფერენსი, უეჭველი ძალიან ჩახლართული გრაფი არის და ამ რელაციებს შორის რომელი არის ის კონტექსტუალური მეჩი კონექშენი რომელიც შენ გინდა მაგის განსაზღვრაში არის უეჭველი კიდე სემანტიკური მეჩი, მარტო ნოუდები კი არა, ნოუდებს შორის რომელი კავშირია შენ რომელიც გაინტერესებს დასმულ კითხვასთან რა. ძალიან საინტერესოა ჩემი აზრით. მე ვაფშე გრაფის ტოპიკები მაგრამ მიყვარს რა, Neo4j-ს ვიყენებდი წინა კომპანიაში ძალიან ინტენსიურად და თავის დროზე ჩაუჯექი graph database-ებს და ეხა ხო მაგას ვამუღავ შენ რას თქვი რა გიო რომ graph knowledge base-ების emergency რო ხდება ზოგადად ამ რაგის იმაზე რა, რა ქვია გარემოში. ძალიან საინტერესოა. ეხა ძალიან გამიხარდა რომ ზუსტად ის კითხვა დასვი მე რაც გამიჩნდა და დაახლოებით იმ solution-ამდე მიხვედი, რასაც მე ვფიქრობ რომ არის. საბოლოო ჯამში გიწევს რომ რაგი ტიპო რაღაც entry point-ები, რაღაც top K entry point-ი, მე მაგ entry point-ებიდან დაარეზოლო ის მინიმალური გრაფი და მე ეს რო დაარეზოლე გადასცე LLM-ს რა და გადაობა იგაა რომ პირველი სტეპები, კაი თავიდან შეიძლება embedding-ებს იყენებ იმისთვის, მაგრამ რეალურად თუ კაი search index-ი გაქვს და full text search-ი გაქვს, შეიძლება embedding-ის დაგეკიდებინა, სანამ LLM-ამდე მიხვალ და just მთელ კონტექსტს მიაწვდი, so old school programming-ია, ამიტომ kids just learn computer science, okay? სხვა შორის ეხლა რაღაც დონეზე რაღაც knowledge graph-ი ავაწყე რა, ჩემთვის და Neo4j-ით დავიწყე. მე ცოტა დამეზარა ბოლომდე კარგად ჩაყოლა, იმიტომ რომ ჯერ რაღაც proof of concept-ი საწყოლა მინდოდა და ამიტომ Postgres-ზე ავაწყე იგივე რა. და როგორი ძლიერია Postgres-ი, რომ ოკეი, რა თქმა უნდა ისეთ deep relation clean graph ყველაფერს ვერ გაძლევს როგორც Neo4j რა თქმა უნდა, მაგრამ L3-ს ის აქვს, რომელსაც 3 შეიძლება მარტივად გააკეთო და მე კაი რეფერენსებს adjacent like მეზობელი მატრიცაც რა ქვია. მაგით აკეთებ რა. So, yeah, definitely graph-ები, knowledge graph-ები და სხვა შორის Neo4j-ის ტიპები ყველა კონფერენციაზე დადიან და ყველგან აკეთებენ demos, knowledge graph-ები როგორ ავაწყოთ და I think it's a future technology, right? It's a real thing when one. Თან ეს graph database-ებს აქამდე ძალიან niche use case-ებს გარდა ხო. ეს ძალიან ფართოდ ინჟინერიაში რა ყველა ფეისში არ გამოიყენებოდა რა ძალიან ნიშური use case-ები ქონდა და ეხლა აშკარად
მიხსნენ რომ შეიძლება იმას ქნან რა ქვია რა. მე სწორედ მახსოვს ინსტანტის რო გრაფ რაღაცა ესედან მახსოვს. ინსტანტი გრაფ მე მგონი რაღაც ეგეთ მახსოვს. არა, ეგ data log მექანიზმს იყენებენ, სტრუქტურა, მონაცემთა სტრუქტურებზე ლაპარაკობდნენ. მანდ იყო რაღაც გრაფთან თანაკვეთა თუ სწორად მახსოვს რა. თიუფლებით რო ინახავენ თელ ინფორმაციას. მაგრამ ხო გრაფთან დიდი გადაკვეთა არა. მოიცა, ეხლა რადგან ყველა Postgres იყენებს ინსტანტივი თუ სწორად მახსოვს. Really? Postgres იმენა ხო უკდავი არის. ეხლა ისე დამეთქვა რომ სამსახურში L3 დამჭირდა. და რაღაც side project-ში L3 და it just works ანუ. ხო, მე მახსოვს ერთი პერიოდი, ანუ არ მახსოვს რაღაც ძალიან ადრე, 1-3 წლის წინ თუ 2 წლის წინ full text search-ი, ძალიან სწრაფი full text search-ი გვინდოდა ერთ-ერთ პროექტში და Elasticsearch-ზე წავედით, მაშინ ჯერ open source იყო Elasticsearch, ანუ open search-ის ცალკე fork-იც არ არსებობდა. I mean it was რაღაც kinda hot thing back then. და Elasticsearch ხო იმას ვქერით, თარმან ალტერნატივებს ძალიან კარგად ვარისერჩევდით. Elasticsearch დავაიმპლემენტირეთ, გქონია რომ ყველაზე მაგრები ვარ და ბრახ, მე გავაძერდო Postgres დაამატა full text search-ი, რომელიც ყველა ივალებზე და ყველა benchmark-ებზე აი ბევრად მაგარი იყო რა. და ხო ანუ Postgres-ის ასე ვთქვათ powerfulness-ი იმენა ისა, terrifying არის რა, აშკარად დომინანტ ბაზა არის. ხო და ეხლა წეგან რახან იმებზე ჩავედით რა ქვია. აგენტებზე, რაგზე და რაღაცებზე რო ვილაპარაკეთ, ერთი ის მინდა გაგიზიაროთ რა. Kinda ჩემი ახალი აღმოჩენა. და ეს ახალი აღმოჩენა რეალურად აღმოჩენა არ არის, და არც ახალი არ არის. ის არის, ანუ რაღაც აქამდე ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვაწყობდით აგენტებს ნოლიდან რა და ანუ ჩვენ ახლა რაღაც მაზექში ძალიან გვინდა ხოლმე რომ მალ-მალე იტერაციებით ვაკეთოთ, რაც შეიძლება მეტი ფუნქციონალი და სხვადასხვა ბიზნესებს ბევრ რაღაცებს შევთავაზოთ რა. და POC-ების და ცოტა high level-ები რაღაცების, კომპონენტების პროგრამების წერაში ეხლა აღმოვაჩინე რომ ანუ ძალიან advanced drag and drop AI agent tool-ები არსებობს თურმე რა. და ანუ ეხლა მაინც ეკრანი ეხლა ყველამ გააზიარეთ, მე ვიზე ვარ ნაკ. ეხლა გამოვიცნობ რომელი იქნება. Wait. მიდი გამოვიცნობ. არა, ან what was the other one called? Flowwise არის Wise-ის. კი, N8-ი არის პირველი რა და ეხლა უცბად პროსტა განახებთ ანუ flows და ანუ კონტრასტი მინდა განახოთ რა რომ აი რაღაც პირველი მუშა ვერსია რო გვინდოდა რომ გაგვეკეთებინა. აი მაშინ რა ქვია, ერთ-ერთი რა ქვია. ერთ კონკრეტულ პროექტზე. რაღაც JavaScript-ით რო დავიწყეთ წერა რაღაც რა ვიცი რა. თვე ნახევარი ვწერდით და დაახლოებით რაღაც არ ვიცი 1 საათში გავაკეთე ეს რა. ანუ რამდენად მარტივად არის, რომ აი სტანდარტული რაგის flow რაც არის რა, აგენტზე 2 წამში გადავიდეთ. ეს არის ანუ როცა გვინდა იწეგან გიორასაც ყვებოდა რა, რაღაც ინფორმაცია სადღაც გვაქვს და შევყაროთ ფაილები დაჩანქულად ვექტორ ბაზაში რა. ანუ just Google Drive-ზე რაღაც folder-ზე action-ი მივაბირო ყოველ ახალ იმაზე რა ქვია, file upload-ზე webhook-ი წამოვიდეს, გადმოვწეროთ ეგ ფაილი, Pinecore-ში embedding მოდელი ავირჩიოთ, რომელიც გვინდა OpenAI-ი, დავჩანქოთ და შევყაროთ. Easy. ამის დასაწერად დაგჭირდებოდა ალბათ script-ი რა. და it sucks. ხო, მაგრამ ნუ თან მან მე ჩანქების sizing-ი, მან მე ასე ვთქვათ, ეს რო ოპტიმალურად მუშაობდეს, kinda ბევრი hustle რა. Can you scale this to infinity? ანუ რაღაც serverless რაღაც არის თუ კი, but that would be the it costs a shit ton of money. ანუ ჩათი რო გააკეთო ამის ბიზნესი რა. აი ძალიან ბევრი ხო, ანუ ნაკლად ERP-იანი სიამონება არ არის. ნუ მაგრამ at least სწრაფი არის რა. და ეს არის ანუ ჩაწერის flow და მეორე მხრივ, აი წეგან გიომრას თქვა, ხო თან რაღაც ვიზუალიზაციისთან ძალიან მაგარი არის რა, ანუ ჩათი აგენტი ყავს, რომელსაც რაღაც მოდელს ეუბნევი, memory Postgres გინდა, in memory გინდა, Redis-ი გინდა, რაც გინდა და just Pinecone-ზე vector similarity search-ი რო გააკეთოს. შეგიძლია similarity threshold-ები იმას ქნა, რა ქვია, ასე ვთქვათ, ავარირო, tool call-ების დეფინიცია დაამატოთ და ასე შემდეგ რა. და აქ ახლა ეს ყველაზე ელემენტარული tool call-ის ვარიანტი იყო რა. ანუ embedding search-ის გაკეთება რა. და არსებობს კიდე მილიონი tool call-ები და ძალიან ბევრი ინტეგრაციები აქვს რა ამ Pinecone-ს რა, ანუ აი ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება შეგიძლია. ვებში წასვლა, ბევრ სხვადასხვა data source-ებზე ინტეგრაცია და ასე შემდეგ. ანუ ხო, არ ვიცი ვის შეიძლება გამოვიდგეს, მაგრამ მგონია რომ
unleveraged რაღაცა ეხლა რა, ანუ ძალიან მარტივად შეიძლება, არ ვიცი, ვიღაცას chatbot-ი გაუკეთო, შენთვის რაღაც fun chatbot-ი ააწყო და ასე შემდეგ. და ამის ეს მე მგონი- ალტერნატივები, ეს გონი self-hostable არის, ხო? open source-ი არის ეს, კი, open source-ი არის, შენ შეგიძლია რომ გავუშვა. კიდე ამის ორი ალტერნატივა არის ძალიან მაგრები Flowwise AI, რომელიც ასევე open source-ი არის, ანუ ისეც აქვს, რა ქვია, repo-ც აქვს, რა. და Langflow. და Langflow-ც open source-ი არის, რა. ეხა N8-ი kinda გავიგე, ძალიან მომეწონა, ეხა Flowwise-ის ვუზივარ. და update-ები როცა მექნება შემდეგზე. მე drag and drop developer-ზე ვაკეთებ იმას pivot-ings. ვაპირებ კოდის წერას და ეხა აი, კაი რაღაც გქონდა დაგეგმილი და ზუსტად კაი ის გადასვლა იქნება რა. ანუ აი ამასთან არის ძალიან კავშირში რა. აი რამე ეს იდეა რო გაქვთ. ოღონდ აი ზუსტად იცით როგორ გაკეთდება რა და თან ანუ პატარა იდეაა რომ აი ზუსტად იცი როგორ გააკეთებ 3 საათში. და რადგან ზუსტად ვიცი პირველი სტეპიდან ბოლო სტეპამდე როგორ დავაკეთო, უკვე ყველანაირი мотиваცია დაკარგული მაქვს, რომ კოდი დავწერო რა. აი ეგ დაგმართნიათ, რომ ანუ კი, ძალიან ნაცნობი სიტუაცია არის. ანუ მიუხედავად იმისა, რომ გამომადგებოდა ეს თული, I'm just not gonna do it, რა. კი, not that fun. ხო და ეხა ანუ ეხა ეგეც ამას ვფიქრობდი, რომ აღწერ რაღაცას, რაც მინდა რომ კონდეს და challenge მიცეთ community-ს, რომ ვინმე გააკეთოს open source. რაღაც თუნდაც მით უმეტეს მაგ N8-თან რაღაცით. კაი იდეა ძალიან ჩემი. არ ვიცი, ვინც ანუ ყველაზე კარგად, ანუ რავი, პირველი ვინც გააკეთებს, ანუ community-მ არ ვიცი, მე რა შეიძლება გავაკეთო რა. ანუ community-ასაც დაადონეითებს, ის გავაორმაგოთ რა. ბაზარი არ To არის. some sensible maximum. ბაზარი არ არის. makes sense. ჩემი აზრით უეჭველი გვინდა ეგეთი რამე ერთი, აი აუცილებლად მალევე. Okay. Okay. So, ეხლა რა მინდა რა? და ეს თული არსებობს. და არის ძალიან ცნობილი ტიპის დაწერილი, მაგრამ ანუ არანაირად არ უფიქრია, რომ რეალურად make it work და he wipe coded it probably, so it doesn't actually work, რა. ანუ ეგეთი თული მინდა, რომელშიც შეგიძლია მისცე Reddit-ის subreddit-ების სია და მისცე რაღაც system prompt-ი, შეიძლება ეს system prompt-ი იყოს generic and per post და რამ basically გავუშვა workflow და რამაც ამ background-ში დაქნას Reddit-ის API-დან. წაიკითხოს ამ subreddit-ებში პოსტები, შეაგროვოს და მე ამ პოსტებზე ჯამურად ან სათითაოდ რაღაც პოსტი გაუშვას და ის system prompt-ი რაც მივეცი, იმ system prompt-ის მიხედვით რაღაც summarization-ი გააკეთოს რა, output-ი მომწეს. და ანუ უნდა შემეძლოს რომ ეს ანუ პირველად რო ვიზამ გაუშვა და ერთხელ ნახვა output-ი, მერე თქვათ მეორეჯერ გაუშვა, ოღონდ ისე რომ API არ გამოიძახოს, ანუ ის დახეშილი data კონდეს და რომ გავტესტო რამდენჯერმე. და მე როცა მომეწონება უკვე დავასეივო და schedule-ი მივცე რომ აი თქვა დღეში ერთხელ ეს გამომიგზავნოს რა. ესეთ თული უკვე დაწერილი აქვს, მე მგონი და უფასოა და ახლა გავტესტე კიდეც 1-2 talk.small.ai არის, ანუ Swix-ი რო არის, ეცოდინებათ ალბათ რაღაც პოდკასტს აქვს, ანუ AI-ში საკმაოდ მოხდილი ტიპია, ძალიან კაი კონტენტი აქვს სულ, მაგრამ აშკარად ამისთვის ვერ მოიცვალა რა. Just copy that, do it, ანუ open source it. და ეხლა უკვე ვიცი ვინც გააკეთებს რა. და ანუ მერე we can also contribute and take it. Or ანუ okay, თუ Reddit-ი ძალიან თული არის, just do it for Twitter. ანუ just do it. Yeah, that's cool idea. რასიზამ ჩვენი გავაკეთოთ. ეხლა ესე გავაკეთოთ. ამ ეპიზოდის დადროპვის მერე requirement doc-ი ოღონდ მარტო functional requirement-ები, non-functional requirement-ები არ გვაინტერესებს ჩვენს highly available და ეგეთ რაღაცები. Wide requirement-ები. კი, wide requirement-ები და let's go. Well, it's open source, but I'm going to figure out how to like scale this. Okay, I can help you. Cool. ჩემი აზრით უმაგრესი იდეა არის. Bravo. Nice. ეს შეგვიძლია იმენა ამოჭრათ და იმათაც დავდოთ. აუ, ძალიან კაი იდეა არის, ძალიან. და შეგვიძლია ეხლა ამ კარგ ნოტაზე დავასრულოთ. აჩო გათიშე. აჩო,
Discord-ში დაგვემატეთ და subscribe-ეთ. YouTube-ზე დაგვასაბსკრაიბეთ. თუ stuff. მაყურებლების 78% არ არის დასაბსკრაიბებული.